სანაია სტუდია დღის 4-ზე. მოგესალმებით, მე ვახო სანაია ვარ, თქვენ უსმენთ რადიო ქალაქს. ეს არის გადაცემა სანაია სტუდია, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღის 4 საათზე. თქვენთვის მონაცვლეობით ვიმუშავებთ ჟურნალისტები ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და სოფო კვინტრაძე. ყოველდღიურად წარმოგიდგენთ საინტერესო თემებს და დიალოგს სტუმრებთან. რეალობა არ არის მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ, მოსმენის გარეშე ყოველთვის შეიძლება გამოგჩეს მთავარი. პოლიტიკას სჭირდება ანალიზი, ანალიზი კი მოსმენა. ასე რომ გვისმინეთ ყოველ დღე დღის 4-ზე რადიო ქალაქის ეთერში. როგორც მიხვდით, დღეს პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. 2016 წელს ქვეყანა ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობით შეხვდა. 2016 არჩევნების წელია, ამომრჩეველი გასულ წლებს შეაჯამებს და გადაწყვეტილებას შემოდგომაზე მიიღებს. მართლ გუნდში უკვე მიდის განხილვა როგორი საარჩევნო სიით, ვისი ხელმძღვანელობით და რა სათქმელით უნდა წარდგნენ მოსახლეობის წინაშე. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარია უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ჩვენი სტუდიის მეორე ბლოკში შეკითხვებს უპასუხებს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრი თავისუფალი დემოკრატი ნინო გოგუაძე. მივესალმები ელისო ჩაფიძეს. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში მიდის განხილვა, შეგვიძლია ასე ვთქვათ, უკვე არაოფიციალურად თუ ოფიციალურად, როგორი უნდა იყოს საარჩევნო სია მართველი კოალიციის 2016 წლის არჩევნებისთვის. ითქვა ის, რომ აღარ იქნებიან საარჩევნო სიაში მსახიობები, აღარ იქნებიან, ასე ვთქვათ, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. თქვენ სპეციალობით ხართ სამართალმცოდნე და ამასთანავე ხართ ჟურნალისტი. აი ამ სიაში სამართალმცოდნეს გაუმართლათ, ისინი იქნებიან სიაში. აი ჟურნალისტები ხომ არის იმ სიაში მსახიობებთან და რეჟისორებთან, რომლებიც შეიძლება ვერ მოხვდნენ 2016 წლის საარჩევნო სიაში. მოგესალმებით, ვახტანგ, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. ვფიქრობ, რომ ძალიან საპატიოა თქვენთან ზოგადად ინტერვიუზე ყოფნა და საუბარი ჩვენს მსმენელთან. მინდა ჩვენს მსმენელებს მივულოცო შობა ახალი წელი და ხვალინდელი ნათლისღების დღესასწაული. რაც შეეხება პროფესიებთან დაკავშირებით, საქმე ასე ნამდვილად არ დგას, მინდა დაგარწმუნო თამაში. ჩვენი საპარლამენტო სია, ისევე როგორც ნებისმიერი პარტიისა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის მოვა ხელისუფლებაში, ჩვენ უკვე მოსულნი ვართ და კვალიფიციურ მომსახურეობა შესთავაზებს ქართველ ამომრჩეველს და სახელმწიფოს მოწყობის საკუთარ ხედვებს შესთავაზებს. რა თქმა უნდა იყოს ეფექტური სწორედ აი ამ თვალსაზრისით, როგორ მოეწყო საკანონმდებლო მუშაობა და რა საკანონმდებლო ინიციატივების გატანა მომავალ პარლამენტში დაგეგმილი და ასე შემდეგ და მე თითქმის არასოდეს არ მსმენია იმის შესახებ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად იდენტური ჯგუფით, მაჟორიტარებით საპარლამენტო სიით გადიოდეს მომავალ არჩევნებზე, თუმცა როგორ გითხრათ, იცით, ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენთან იყო ამ ურთულეს ბრძოლაში, რასაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ერქვა, თანაბრად ძვირფასია, მათ შორის ქალბატონი ნინო, რომელიც დღეს ოპოზიციის წარმომადგენელი გახლავთ და ჩემ შემდეგ ისაუბრებს. და ამ ადამიანებთან ჩვენ ღირებულებითი თანხმედრა გვაერთიანებდა, თუმცა კოალიციაში არიან მეტნაკლებად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის მქონე ადამიანები, მაგალითად იგივე რესპუბლიკელები არიან უფრო მემარჯვენე ორიენტაციის ადამიანები, კონსერვატორები კონსერვატიულად, რა თქმა უნდა, ტრადიციულ ესეთ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება, ქართული ოცნება, ცენტრისტული მემარცხენე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გაგვაერთიანა იმ საერთო მიზანმა, რომ პირველ რიგში იმ რეჟიმს შეუბრძოლებოდით, რომელიც არ იყო იდეოლოგიური ერთობა, ეს არ არის ძლიერი მხარე ამ წუთას ალბათ კოალიციის, იმიტომ რომ საკმაოდ ჭრელია, თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, ხომ? თუნდაც ცალკეული დეპუტატების განცხადებები გვახსოვს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჭრელია, მაგრამ ამოცანა 2012 წელს ჰქონდათ სხვა. მაგრამ ჩვენი კოალიციის ყველა წევრს აქვს ხელი მოწერილი აბსოლუტურად იმ დეკლარაციაზე, მათ შორის თავისუფალ დემოკრატებს, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ძალა, რომელიც არ გადაუხვევს ამ პრინციპებიდან. მე სწორედ აი ამ ღირებულებითი შემოთავაზების საფუძველზე გავერთიანდი პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებაში და მე ვფიქრობ, რომ თუ არა დავუშვათ რაღაც ცალკეული გამონათქვამები, რაღაცა სერიოზულად ამ კურსის მიმართულებით ვერ ხედავ. საფრთხეს ხედავ წინსვლას. ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. აი სია როგორი უნდა იყოს 2016 წლის თქვენი აზრით, როგორც
ერთ-ერთი დეპუტატის. რით უნდა იყოს ის განსხვავებული 2012 წლის სიისგან? პერიოდი გავიდა, დასკვნების გაკეთების საშუალება ყველას გქონდათ. რა განმასხვავებელი უნდა ქონდეს ამ ორ სიას ერთმანეთისგან? მე დარწმუნებული ვარ, რომ სიაში ასევე ჩვეულებრივად როგორც კოალიციურ პრინციპებზე შედგა ის თავის დროზე, ასევე დღეს კოალიციურ პრინციპებზე იქნება ჩვენი ურთიერთობა დამყარებული, ანუ სიაში იქნებიან იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც იქნებიან კოალიციაში გაერთიანებული და ეს არის დღეისათვის 6 პოლიტიკური ძალა და ასევე გარკვეული მოსაზრებები აქვთ სოციალისტური პარტიის ბატონ გია ჟორჟოლიანს და მწვანეებს, რომლებიც როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შეიძლება ისეთი, ანუ თანაბარ უფლებიან მოთამაშეთ მოგვევლინონ ამ პროცესში და ბუნებრივია ამ კვოტაში უფრო მეტი სიჭარბით იქნებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. პრინციპი რა არის, რის მიხედვითაც კვოტები უნდა განაწილდეს? ეს არის ძალიან საინტერესო. რა პრინციპით უნდა განაწილდეს? რატომ ვთქვათ ვიღაცას უფრო მეტი და რატომ ვიღაცას უფრო ნაკლები? აი რის გარშემო მიდის ლაპარაკი? როგორ უნდა დაასაბუთოს რომელიმე პარტიამ, რომ მე მეკუთვნის უფრო მეტი კვოტა? ქართული ოცნების შესახებ გასაგები შეიძლება ყველაზე ნაკლებ პრობლემატური იყოს, აი დანარჩენ პარტიებს გულისხმობ. ბუნებრივია, ახლა ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის, ასე ვთქვათ, კონკრეტულად განსახილველი საკითხი. მე სხვათა შორის დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უფრო მეტად განხილვები მიმდინარეობს მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ანუ რომელ რეგიონში ვინ იქნება უფრო მეტად ეფექტური და აი ახალ კონფიგურაციაში, რომელიც რეგიონების შეერთებას, დაყოფას და ასე შემდეგ ითვალისწინებს, აი ამ თემებზე უფრო მეტად მიმდინარეობს პარტიაში ბჭობა, აი ვინ არის საზოგადოებისათვის მისაღების სახე, შემდეგ ეს ადამიანი რამდენად ეფექტური იქნება იმ პოზიციაზე, რა კონკრეტული ინიციატივები უნდა გაიტანოს მან პარლამენტში, ეს უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უკვე პარტიულ სიას და ასევე კოალიციურ სიას, როგორც მე წინა წლების გამოცდილებიდან ვიცი, ის ხდება ხოლმე საჯარო და ხელმისაწვდომი საბოლოო ჩამოყალიბებული ხასიათი მაინც მას ეძლევა არჩევნებამდე მაქსიმუმ 2 თვით ადრე. მე არ ველოდები, რომ უფრო ადრე მოხდება ამ სიის პრეზენტირება, იმიტომ რომ დიდი დროა დარჩენილი. აი მაგალითად წმინდა კოალიცია არის, როდესაც პარტიები ცალ-ცალკე გადიან და არჩევნების შემდეგ ქმნიან კოალიციას იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. წმინდა ასეთი კოალიცია არ არის ქართული ოცნება, სხვა ტიპის კოალიცია, ანუ ის ამბობს, რომ ჩვენ გავალთ ერთად ამ არჩევნებზე. აი ეს ერთად გასვლა შემდეგ იწვევს შიგნით პრობლემას, ვინ რამდენი დეპუტატი უნდა, ესე იგი პოტენციური დეპუტატი უნდა ჩასვას სიაში. აი აქ რეიტინგი იქნება გამსაზღვრელი თუ რაიმე სხვა? რეიტინგი კადრები ბუნებრივია, ვის უფრო მეტი გავლენა აქვს კოალიციაში, რა თქმა უნდა, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ეს არის ყველაფერი შეთანხმების საკითხი. ჩვენი მხრიდან კოალიციის პოლიტსაბჭოში წარმოდგენილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ კვოტირებასთან დაკავშირებით მსჯელობენ სწორედ და მე მიმართ მაქვს საკმაოდ მაღალი ნდობა, რომ ისინი ქართული ოცნების როგორც პარტიის ინტერესებს ეცდებიან, რომ მაქსიმალურად დაიცვან, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დასამალი არ არის, რომ თვითონ ქართული ოცნება იყო და დღესაც დარჩება, ასე ვთქვათ, წამყვან ძალად, რომელიც უფრო ხალხოსნური პარტია და უფრო მეტად აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო რესპუბლიკელების ინტელექტუალური პოტენციალის მიმართ, კონსერვატორების მიმართ, რომლებიც ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები არიან, იგივე ტრადიციონალისტების მიმართ. მე აქ ვინმეს ვერ გამოვარჩევდი და აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კოალიციურ პოლიტსაბჭოზე, სადაც ჩვენი პარტიის ინტერესებს ბატონი ყვაჭანტირაძე და ვოლსკი დაიცავენ. და დარწმუნებული ხართ თქვენ როგორც ერთ-ერთი რიგითი დეპუტატი იმაში, რომ კოალიცია ზუსტად ამ სახით იქნება არჩევნებზე წარმოდგენილი, რომ მას არ გამოეყოფა, ვთქვათ, რომელიმე სუბიექტი. მედიაში საუბრები იმის შესახებაც დაიწყო, რომ მაგალითად ფორუმი შეიძლება არ იყოს კოალიციაში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მე დღეს ვხედავ, რომ ეს ადამიანები იზიარებენ იმ მოსაზრებებს და ზოგად დამოკიდებულებას უმრავლესობის მხრიდან, მათ შორის ისეთ საკითხებზე, სადაც მე ცოტა განსხვავებული პოზიციებიც მქონდა.
აქედან გამომდინარე რაიმე დრამატულ ცვლილებებს არ ველოდები სიმართლე რომ გითხრათ, ისე ზოგადად დრამატული იქნება პრინციპში კოალიციის დაშლა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან არ არის მოსალოდნელი, მაგრამ რომელიმე სუბიექტის გამოყოფას არც რომელიმე სუბიექტის წასვლას არ ველოდები კოალიციიდან, აი შეიძლება რაღაც გარკვეულწილად შემომატება მოხდეს იმ პარტიების ხარჯზე, რომლებიც უკვე დაგისახელეთ და ისეთი ადამიანების ხარჯზე, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ და ამავე დროს საკანონმდებლო მუშაობაში შეუძლია იყვნენ აქტიურად ჩართულნი. ფაქტია ის, რომ თვითონ აი ამ როგორი უნდა იყოს კოალიციის სია, ამ საკითხის შიგნით განხილვა ვერ მოხერხდა ისე რომ გარეთ არ გამოსულიყო ინფორმაცია, საჯარო განცხადებები იყო მთელი რიგი დეპუტატების მხრიდან, სწორედ აი ამ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით. აი თქვენ როგორც ერთ-ერთი რიგითი დეპუტატი, უმრავლესობის წარმომადგენელი, კონკრეტულად ვისთან არკვევთ, იქნებით თუ არა მომავალ სიაში, ან საერთოდ გსურთ თუ არა რომ იყოთ მომავალი მოწვევის დეპუტატი? ჩემს პარტიასთან ვარკვევ. ჩემს ქართულ პარტია ქართულ ოცნებასთან. ჩემს შემთხვევაში საქმე ცოტა განსხვავებულად არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ მინდა ვიყო კონკრეტული ადამიანების წარმომადგენელი. ანუ მაჟორიტარი. ანუ დიახ, მე მინდა იმ ადამიანებმა გადაწყვიტონ, რამდენად ეფექტურია ელისო ჩაფიცე როგორც მაჟორიტარი. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენ ცოტა მაჟორიტარები რთულ მდგომარეობაში ჩავაყენეთ, როგორც განცხადებებით, ასევე უფლებრივი თვალსაზრისით, იმიტომ რომ საზოგადოება მიჩვეული იყო სამწუხარო და ძალიან ცუდია ეს, რომ საზოგადოება მიჩვეული იყო, რომ რაიონში ყველა პრობლემას წყვეტ და მაჟორიტარი დეპუტატი მაგალითად გარე განათების საკითხებს. ან თვითმმართველობის საკითხებში. მე მაქვს Facebook-ზე რაღაც ესეთი საკუთარი გვერდი, სადაც იმ აქტივობებს ვაზიარებ, რომლებსაც ვაკეთებ, უბრალოდ ამის გარეშე წარმოუდგენელია, მინდა რომ ადამიანებმა იცოდნენ, რას ვაკეთებ, რას არ ვაკეთებ და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები ამ აქტივობებთან დაკავშირებით, ხომ და ძალიან ესეთი საოცარი ამბებია, რომ სადღაც ნატურა არანათებს, სადღაც გზა, რა თქმა უნდა, მაჟორიტარი ვალდებულია, რომ თავისი ამომრჩევლის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოახდინოს რეაგირება, მაგრამ ჩვენ გავავიწყდება ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადადგა საკმაოდ სარისკო და ამავე დროს ისეთი მნიშვნელოვანი ესეთი ნაბიჯი წინ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით და ადგილებზე არჩეულ ლიდერებს მისცა ძალაუფლება, რომ მათ გადაწყვიტონ ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ამიტომ მე, როდესაც ასეთ ტიპის საკითხებთან დაკავშირებით მართავენ ყოველთვის თანამშრომლობ არჩეულ გამგებელთან, არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარესთან, იმ სოფლების დეპუტატებთან და ხელმძღვანელ რწმუნებულებთან, რომლებიც ადგილებზე ასრულებენ გარკვეულ ვალდებულებებს და თით რა ეს მაჟორიტარი რაღაც თვალსაზრისით ალბათ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გარკვეული უფლებების დელეგირება, აი თუნდაც იგივე სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით. ორი ყველაზე უფრო რთული პრობლემა, რაც ჩემი რაიონის მოსახლეობას უდგას, ეს არის სოციალური დახმარებების თემა და აქვთ მუდმივი განცდა, რომ მათ უსამართლოდან რაღაც გარკვეულწილად უსამართლოდ არის მათ მიმართ აღნიშნული ქულები მინიჭებული და ძალიან დიდი დრო მიდის იმაზე, რომ უხსნი, რომ ვერანაირად ვერც ადგილობრივი თვითმმართველობა, ვერც მაჟორიტარი გარდა რეკომენდაციებისა ვერ ჩაერევა აღნიშნულ პროცესში და მე პარლამენტში სხვათა შორის საქაღალდე მაქვს გაკეთებული მოუარებისა, რომლებიც მოდის ჯანდაცვის სამინისტროდან ამა თუ იმ მოქალაქის გადამოწმებასთან ან მათი სოციალური მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებით. დავდივარ მათ ოჯახებში, მაგრამ ეფექტურობა ჩემი საქმიანობისა ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია. აი თქვენ თქვით, რომ თქვენთვის კომფორტულია პრინციპში იყოთ რომელიმე რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში. ახლა დავამიდის ჩემთვის უფრო მისაღებია ვახტანგ, მოდით დავაზუსტებ რა. მე ვიყო არა დავუშვათ რომელიღაც ჩემი პარტია, რა თქმა უნდა, მე ვარ მისი დამფუძნებელი, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული ვარ ჩემი ხელმოწერით და ჩემი თანამოაზრეებით, რომ ჩვენ დავაფუძნეთ მათ შორის ეს პარტია, იმ 1400 პირთან ერთად, რომელთაც იმ ეტაპზე გამოხატეს სურვილი და სრულიად ვიღებ მის ქმედებებზე პასუხისმგებლობას, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, მაგრამ მე მაინც მინდა ვიცოდე, ვის წარმოვადგენ და რატომ ვარ საერთოდ პარლამენტში, ხომ? შეხომ არ უნდა გაგიჩნდეს განცდა, რომ დავუშვათ, აი რა პრინციპებს ვის ემსახურები, რას აკეთებ?
ну, თუ კი კანონებს წერენ დებულ შეიძლება არ იყოს მაჟორიტარი, მაგრამ კანონშემოქმედებითობა არის ძირითადად საქმიანობა დეპუტატის. ეს ნიშნავს, რომ ემსახურები, თქვათ, მთელ მოსახლეობას, მაგრამ ზუსტად ამას ვამბობ, ანუ თქვენ გირჩევნიათ, რომ პასუხისგებელი იყოთ, მაგალითად, უფრო მეტად კონკრეტული რაიონის მოსახლეობასთან, ხო? აი ახლა დავამიდი რომ მათ გადაწყვიტონ ჩემი ბედი, ესე რომ ვთქვათ, მე ვჭირდები თუ არა ისეთი როგორიც ვარ. აი დავამიდის ქვეყანაში იმის შესახებ, საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა მაჟორიტარის ინსტიტუტი და 2020 წლისთვის გადაიწია ამ საკითხმა, მე მინდა ზოგადი პოზიცია გკითხოთ თქვენი როგორც დეპუტატის, თქვენ მიგაჩნიათ რომ უნდა არსებობდეს მაჟორიტარი 2020 წლის შემდეგაც. 2020 წლის შემდეგ ალბათ ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენ ზოგად პრინციპზე შევთანხმდით, რომ პარტიების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე დღევანდელი გადასახედიდან ხელი მოვაწერი აღნიშნულ შეთანხმებას და მომავალშიც მიუხედავად იმისა ვიქნები თუ არა პარლამენტში მხარს დაუჭერ იმას, რომ პარტიები განვითარდნენ, მაგრამ მეორე საკითხი, რომ მე პირადად ჩემი თავი უფრო მეტად წარმომიდგენია, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, უშუალო როდესაც შენ საკუთარ თავს წარადგენ მოსახლეობის წინაშე, ისინი გიჭერენ ან არ გიჭერენ მხარს, შენ ზუსტად იცი ამ ადამიანებს ჭირდები თუ არ ჭირდები. ჩვენი ეს საუბარი ნიშნავს იმას, რომ თქვენ კვლავ აპირებთ მაჟორიტარად უფრო მეტად ვიდრე სხვა სფეროში. თუმცა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბებული არა ვარ, იმიტომ რომ მაქვს პლუსები და მინუსები, მე მაქვს ჩემი მოთხოვნები, მე მაქვს კონკრეტული, ანუ თუ დავუშვათ პარტია კონკრეტულ გადაწყვეტილებებში დამიჭერს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევებში და არა უბრალოდ იმიტომ რომ კენჭი ვიყარო. თუ კი ამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ თქვენს გუნდთან და ვთქვათ გადაწყდა ისე რომ თქვენ არ იქნებით მაგალითად დეპუტატობის კანდიდატი, ხო? საგურამოს იმ ცნობილის უფრიდან რა ინფორმაციაც გამოვიდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ვინც არ იქნება პარტიულ სიაში, ის იქნება სხვაგან, ან ჩემთან კერძო სექტორში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თქვენ აი ამ წინადადებებზე ფიქრობთ, როგორც დეპუტატი, მაგალითად თუ სიაში არ იქნებით, ალტერნატივად აი ამ ორ ვარიანტს მოიხილავთ, ანუ გუნდში რჩებით თუ არ რჩებით გუნდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, თუმცა არა დავუშვათ ძალიან დელიკატური და ლამაზი ფორმით გაკეთდა ეს მოსაზრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი გუნდში რჩებით. ერთი რამ შემიძლია ჩემ ბიოგრაფიიდან მოვიყვანო, რომ მე მივედი 18 წლის რეზონანსში და ზუსტად 18 წელი ვიმუშავე ამ გაზეთში. ანუ ის რომ რაღაც სხვადასხვა სწრაფად არ იცვლით ასე ვთქვათ. გადაწყვეტილებებს და ღირებულებებს მე ძალიან გამიჭირდა თავის დროზე ჩემი პროფესიის დათმობა და თვითონ ჟურნალისტიკასაც არ მივაყენებ იმ შეურაცხყოფას, რომ რომელიმე მხარის პოზიციიდან ვიყო, ან ზოგადად ჩანერგილი ვიყო ამ პროფესიაში და ვიღაცის ინტერესებს გარდა ხალხის ინტერესებს ანუ ჟურნალისტიკაში დაბრუნებას ნამდვილად არ აპირებ. ძალიან რთულია ვახტანგ, იმიტომ რომ ის იარლიყი შენ, რომელიც გააქვს გარკვეულწილად, რომ შენ ხარ ქართული ოცნების აქტივისტი და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდები. მე ვთვლი, რომ ობიექტურობაში ხელს არ მიშლის და რაღაც ბრმა თვალებით არ ვუყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მედიის წარმომადგენლისგან მე მეტ ნეიტრალიტეტს და ობიექტურობას მოვითხოვ და აქედან გამომდინარე თვითონ ეს პროფესია ჩემთვის შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატის მანდატზეც უფრო მაღლა დგას და აი უშუალოდ ჟურნალისტიკაში ყოფნა პუბლიცისტიკის კუთხით შეიძლება. ანუ ფორმა უნდა მოვუძებ. მე დღეს ვფიქრობ იცით რაზე, რომ ძალიან ბევრი ამოცანა მაქვს ოქტომბრამდე განსახორციელებელი. ძალიან აი საკანონმდებლო ცვლილებები, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა მაქვს. თავისუფლების მედიის თავისუფლების კუთხით მაქვს რაღაც გარკვეული ინიციატივები და ვფიქრობ, რომ დღეს უნდა ვიმუშაო, იმიტომ რომ მე ხალხი ამაში მიხდის ხელფას. გასაგებია, მე მინდა კიდევ ერთ საკითხი მომავალში რას გავაკეთებ? ამაზე ფიქრის დროც რა თქმა უნდა არის, მაგრამ ძალიან ბევრ სფეროში წარმომიდგენია ჩემი თავი და ვიფიქრებ, როდესაც უმუშევარი, თუ უმუშევარი, როდესაც მე დავჭდები და ვიფიქრებ, სად შეიძლება გამოვიყენო ჩემი უნარი. საკმაოდ სერიოზული გამოცდილება მივიღე. თავრობაზე მინდა გითხოთ. თავრობა არ ყავს ახალი, პრემიერ-მინისტრი ყავს ახალი, თქვენ როგორც ამ გუნდის წევრი ელოდებით თუ არა უახლოეს მომავალში რომ თავრობაში მინისტრები უნდა შეიცვალონ და გაქვთ თუ არა თქვენი შეხედულებები რომელ მინისტრებს შეიძლება ეს შეეხოს რომელ გუნდს ასე ვთქვათ მინისტრების ეკონომიკურ გუნდს თუ რომელიმე სხვა გუნდს
ცვლილებებს, რაღაც ისეთი განსაკუთრებით დრამატულ ცვლილებებს ამ გუნდში არ ველოდები სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ბატონი გიორგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ გუნდთან ერთად. ჩვენ ძალიან ეფექტური მინისტრები გვყავს ბევრი მიმართულებით. მე სამაგალითოდ გამოვყოფდი მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს, გამოვყოფდი განათლების სამინისტროს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს ამ კუთხით და ბევრი ესეთ სტრუქტურა შეუძლია იამაყოს საკუთარი წარმატებები. თუ ბატონი გიორგი რაღაც ეტაპზე გადაწყვეტს, რომ რამდენიმე კადრის ცვლილება უფრო ეფექტურს გახდის მთავრობის საქმიანობას, ეს არის მისი არჩევნო წელს ახალმა პრემიერ-მინისტრმა შეცვალოს მინისტრები, რომლებიც აქამდე მუშაობდნენ და ჩვენ ვიცით ყველამ, რომ მოსახლეობას არ ულხინს, მოსახლეობას აქვს პრეტენზიები სოციალური მიმართულებით განსაკუთრებით და იმავე მინისტრებით მივიდეს მთავრობა არჩევნებზე, იმავე მინისტრებმა უთხრან ხშირ შემთხვევაში ის რატომ ვერ გააკეთეს რაღაც. ეს ხელს არ შეუშლის სამთავრობო გუნდს იმაში, რომ დაელაპარაკოს ამ მომრჩეველს. მე ბატონ გიორგისთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია და სიმართლე რომ გითხრათ, მისი მოსაზრებები არ ვიცი, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უფრო რაღაც გარკვეულ ფუნქციებს სტრუქტურულად შევცვლიდი და ანუ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს წარმოვაჩენდი ამ თუ იმ მიმართულებაზე. ჩემი როგორც ერთი რიგითი დეპუტატის მოსაზრება, მე ვგულისხმობ იგივე ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ეფექტურია და სოციალური დაცვის სისტემა, ან საპენსიო რეფორმა, რომელიც ცვლილებებს საჭიროებს და აი ამ კუთხით გამოვკვეთდი ეფექტურ და პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც ამ აღნიშნულ სფეროებზე აგებდნენ პასუხს. რაც შეეხება საკადრო ტიპის გადაწყვეტილებებს, მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენთაგანი არ იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თუნდაც შეიძლება იგივე ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებობდეს რაიმე პრეტენზია, ან სოციალური სისტემის მიმართ. აუცილებლობას თქვენ ვერ ხედავთ როგორც მე სახელებისა და გვარების ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. არის სფეროები, სადაც პირადად მე ვისურვებდი, რომ უფრო ეფექტური პოლიტიკა, ან თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე რაღაც ზურები იყოს. თქვენთვის იყო მკაფიო და გასაგები, რატომ წავიდა ღარიბაშვილი? ძალიან მოულოდნელი იყო სიმართლე რომ გითხრათ ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილებას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. ძალიან მძიმე ტვირთი იკისრა ამ ადამიანმა ბოლო 2 წლის განმავლობაში და ვფიქრობ ძალიან წარმატებითაც გაართვა ამ ყველაფერს თავი. მე უფრო აღვიქვამ როგორც მის ესე ვთქვათ პიროვნულ გადაწყვეტილებად აღნიშნულ ნაბიჯს, რომ შეიძლება ითქვას გაიმეორა მან ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი, მართლა ძალიან მოულოდნელი იყო. მე როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, სესიაზე მივდიოდი ქუთაისში და სადღაც გზად გავეცანი აღნიშნულ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, ეხლა გუნდში იყო სწორედ ეს შეკითხვები, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა რატომ წავიდა, იყო შეხვედრაც ამის შემდეგ დახურული გახსოვთ ალბათ პარლამენტის შენობაში და საკმაოდ ნათლად ახსნა ის მიზეზები, რის გამოც გადაწყვიტა, რომ მიიღო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება. მე ვთვლი, რომ კარგი ნაბიჯი გადადგა, არა იმით რომ წავიდა, არამედ იმით რომ აი თავისი საქმიანობის როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ აი როდესაც წარმატებულია და პიკზეა, სწორედ ამ დროს გადადგას ესეთი ტიპის ნაბიჯი. შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ მე მინდა კითხოთ კვირიკაშვილზე, რა განსხვავება არის, აი როგორც ორ პოლიტიკურ ფიგურას შორის, კვირიკაშვილსა და ღარიბაშვილს შორის, თუნდაც მათი დამოუკიდებლობის ხარისხთან მიმართებით, მაგალითად, ვთქვათ, რამდენად უფრო იქნება დამოუკიდებელი ბიძინა ივანიშვილზე, იქნება თუ არა უფრო მეტად დამოუკიდებელი ვიდრე ღარიბაშვილი. აი რა განსხვავება, რა შეიცვალა აი ჩვენი რიგითი მსმენელი, როდესაც ახლა ზის რადიო მიმღებთ, ან აი ამ ორი პოლიტიკური ფიგურის გადანაცვლებით რა შეიცვალა? ვიცით, ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გარკვეული კონსულტაციები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით პერიოდულად მიმდინარეობს. ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებთაც აქვთ ეს კონსულტაციები
მე სიმართლე რომ გითხრათ, მქონია 1-2 შემთხვევა, როდესაც რაღაც გარკვეული ინიციატივა მაქვს და მაინტერესებს მისი მოსაზრება, იმიტომ რომ ეს გუნდში მხარდაჭერის წინაპირობა შეიძლება გახდეს გარკვეულწილად, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია კოალიციის ყველა შემადგენელი პარტია დაარწმუნო იმაში, რომ ხარი დაუჭირონ შენს თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივას. მე მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ამის თაობაზე საკმაოდ მწარე გამოცდილება მივიღე, იმიტომ რომ შესაძაც მიდიხარ მრეწველებს არწმუნებ, კონსერვატორებს არწმუნებ რაღაც გადაწყვეტილებაში, რაც შეიძლება ის მათ განსხვავებული ხედვა ჰქონდეთ მაგალითად სად უნდა იყოს კომისია, რომელიც შეარჩევს ამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და ასე შემდეგ და დროში იწელება ამით ეს პროცესი. ხშირად არის, როდესაც გაინტერესებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოსაზრება, მაგრამ ის არაფიქსირებს ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ დამოუკიდებელი იქნება მთავარი ფიგურა ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კვირიკაშვილთან ერთად ასეთი პირი უჩანს, მან თავადაც თქვა ამის შესახებ, რომ აქტიურად ჩაერთვება. აქ არაფერი არ არის დასამალი, მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ჩვენ სის სათავეში ვიხილოთ, ანუ თქვენ როგორ მიგაჩნიათ ყველაზე სწორი ფორმა, რა იქნება, როგორ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილი ამ უმრჩევლის წინაშე? ძალიან ბევრ ჩვენთაგანს, რომელთაც როგორც პოლიტიკოსებს არ იცნობდა საზოგადოება, ვიღაც იყო წარმატებული დაუშვათ მსახიობი და ეს ძალიან საპატივცემულოა, იმიტომ რომ მე ვერასოდეს ვერ გავხდები საქართველოსთვის ისეთი საყვარელი ადამიანი, როგორც ოსო ჯაჭვლიანი და გოგი ქავთარაძე არიან, მაგრამ როგორც პოლიტიკოსებს და პოლიტიკაში მოსულ ადამიანებს ჩვენ ხალხმა იმ იმედით დაგვიჭირა მხარი, რომ ჩვენს რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ მომავალზე პასუხისმგებლობას იღებდა სწორედ ბიძინა ივანიშვილი და ძალიან დიდი ნდობა არსებობდა და არსებობს მის მიმართ. მე ვთვლი და ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ეს, რომ ის თვითონ ჩაუდგეს სათავეში ქართულ ოცნებას. მე არ გულისხმობ პარტიის თავმჯდომარედ ან სიის პირველ ნომრად, როგორც ლიდერი, რომელიც ასევე აიღებს პასუხისმგებლობას იმ დაპირებების შესრულებაზე, რომელიც ექნება კოალიცია ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო. გასაგებია და ბევრი დრო არ დაგვრჩა, მე მინდა ეს საკითხი აუცილებლად ვახსენო. საარჩევნო თემატიკას თქვენი ოპონენტები უკავშირებენ იმას, რაც მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის არგუმენტი არის ის, რომ ხელისუფლება პლაცდარმს იქნის სააპელაციო ინსტანციაში, იმისთვის რომ ეს არის ბოლო ინსტანცია, რომელიც შემდეგ საარჩევნო დავებს განიხილავს. მე მინდა გკითხოთ მოსამართლეების საკითხზე, მურუსიძის, არა მხოლოდ მურუსიძეზე, მაგრამ როგორც ჩატარდა მთელი ეს საკითხი. თქვენ როგორც ქართული ოცნების დეპუტატი იზიარებთ თუ არა იმ პასუხისგებლობას, რასაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი გაკისრებთ, მაგალითად მურუსიძის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ხმა მისცა თქვენ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა იუსტიციის საბჭოში. აი, რა დოზით გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ რბილად რომ გითხრათ, მე არა ვარ ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული. იმიტომ რომ სასამართლო სისტემის ეს მურუსიზაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საქართველოში, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება საკანონმდებლო თუ ადგილობრივი ხელისუფლება, მათ შორის არსებული დავები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ მე ძალიან მაღალი შეხედულება მაქვს ზოგადად სასამართლო სისტემაზე და მის როლზე დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორი შტაბ-ეჭვება დაგჭათ ქვეყნის მმართველების, ასე ვთქვათ, ირიბი ან ზოგ შემთხვევაში როგორც ოპონენტები ამბობენ პირდაპირ ჩარევის გარეშე მოხერხდებოდა ის რაც მოხდა არ ვიცი, ეს ალბათ თვითონ იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ. მე პირადად შეკითხვას დაუსვამდი იმ სამ ადამიანს, რომელთაც მე მივეცი ხმა. მე მათთვის ხმა იმის გამო არ მიმიცია, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილებები მოეწონებინათ. ანუ მე როდესაც მექნება, რა თქმა უნდა, არავითარი მექანიზმი სამწუხაროდ კანონში არ არის ჩადებული იმისა, რომ ჩვენ ახლა იუსტიციის საბჭოს წევრები ამ პარლამენტში დავიბაროთ ან სადეპუტატო შეკითხვები დაუსვათ,
მაგრამ მე რა თქმა უნდა მათთან მექნებოდა შეკითხვა რამდენად სუფთა სინდისით მისცეს ამ ადამიანებმა ხმა ამ პიროვნებას იმიტომ რა თქმა უნდა არ შეიძლება პასუხისმგებელი ადამიანი გაექცეს იმ გადაწყვეტილებებს მე ვიზიარებ დადებითი გადაწყვეტილებების პატივს და ღირსებას ესე რომ ვთქვა და უარყოფითზე რა თქმა უნდა ვაგებთ ჩვენ პოლიტიკურად პასუხს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი დრო ამოიწურა.